დღეს მოხდება ჩვენი ქალაქში მშენებარე 5 ობიექტის ჩვენება პრეზენტაცია, თუ რა მდგომარეობაშია. ჩვენი გააქტიურების მიზეზი არის რამდენიმე. პირველი არის ის, რომ კომპანიის დამფუძნებლები აცხადებენ, თითქოს ისინი გვაკმაყოფილებენ და სწორედ ამ ვიდეოს მიზეზია ვანახოთ თუ როგორ მიმდინარეობს რეალურად ჩვენი დაკმაყოფილების პროცესი. ამას გარდა მთავრობის მხრიდან მოლოდინები მას შემდეგ რაც მთავრობა შეიცვალა დაზარალებულების მხრიდან იყო ძალიან დიდი. როგორც მოგეხსენებათ, მიმდინარეობს სასამართლო პროცესი, რომელიც სხვადასხვა მიზეზების გამო ძალიან იწელება და ღმერთმა იცის, როდის მოხდება რეალურად სიმართლის დადგენა და ჩვენი დაკმაყოფილება, ასე ვთქვათ. ამას გარდა ამ საქმეში ჩართული არის 15 დეპუტატი, რომელთა გვარები შეიძლება იქნას არის გაჟღერებული მათ შორის ჩვენ რეპორტაჟში, რომლებიც დაუდგნენ კომპანიის დამფუძნებლებს თავდებში და ფაქტიურად ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც დღემდე ვრჩებით დაუკმაყოფილებლები არის ის ფაქტიც, რომ დეპუტატების მხრიდან მოხდა მათი მხარდაჭერა თავის დროზე. თორემ რომ არ ყოფილიყო ეს მხარდაჭერა, ეს პროცესი უფრო ადრე დამთავრდებოდა, სასამართლო პროცესი და ზოგადად გამოძიება ბევრად ადრე დამთავრდებოდა. არის ობიექტები, რომელიც პროკურატურის მხრიდან დღემდე არ არის გამოძიებული, ყველას ვერ ჩამოგითვლით, მაგრამ მათ შორის ერთ-ერთი არის, ეს არის დაკიდებული ბაღების ობიექტი, ეს არის დიდი დიღმის ოაზისი, მასია. გადაგვეწურა ყოველნაირი იმედი იმისა, რომ ცენტრპოინტი მოახდენს თავისი სამშენებლო კომპანიის რეაბილიტაციას. ვინაიდან მხოლოდ და მხოლოდ სრულ დაპირებები, სიუჟეტიდანაც კარგად გამოჩნდა ეს რა დაპირებებია. ერთი ობიექტიდან პირდებიან, რომ გადაგიყვანთ მეორე ობიექტზე, იქ სადაც საშინელი პრობლემებია, დაუსრულებელია ის ობიექტი, არც აღდგენას არ ექვემდებარება, სთავაზობენ მხოლოდ და მხოლოდ ჰაერის შეცვლას ჰაერით, თანხების დამატებით. ამას მინდა ხაზი გაუსვა. გარდა ამისა, ჩვენი დღევანდელი აქ მოსვლის მიზანი პირადად ჩემი ის არის, რომ ძალიან დიდი საშუალებები აქვს ცენტრპოინტს თავისი ცრუ დაპირებებისა და თავისი სიცრუის მანქანის ამოქმედებისა და ამოძრავებისა. ის თაღლითობას ისევ ისე აგრძელებს, როდესაც ამბობს, რომ ქმნის საინვესტიციო ფონდს, ვაგრძელებ მშენებლობებს და ასე შემდეგ, მაშინ როდესაც ათასობით, 10,000-ობით დაზარალებული ისევ ისე დასაკმაყოფილებელი ყავს. დაკმაყოფილებულებს გვეძახიან მათ, ვისაც შენობა აქვს, მაგრამ არც ერთს არ აქვს მიღებული იმ პირობებით, რა პირობებით იმ ხელშეკრულებაში იყო გათვალისწინებული. გარდა ამისა, ძალიან დიდ კითხვას და ეჭვს ვადებს ის ამბავი, რომ ამ თაღლითობის სულის ჩამდგმელი ორი პიროვნება იყო მსხვილი პოლიტიკური ფიგურა. ორმაგი სტანდარტია ისევ, რატომ არ ვრცელდება მათზე ის კანონები, რაც დაწერილია და რაც ნებისმიერ ჩვენთაგანზე ძალიან დიდი წარმატებით განხორციელდებოდა. დღეს მაგალითად მე უკვე დიდი ხნის ჩასმული ვიქნებოდი ციხეში. ამ თაღლითობის განხორციელების საშუალება რატომღაც მათ კიდევ ეძლევათ. ამაზე მეტყველებს მასმედიის დუმილი ჩვენზე. არავინ არ ინტერესდება, საიდან მოვიდა ეს თანხები. ათასობით ქალბატონი მიტოვებული სისხლი და ხორცი, ოჯახი, ქვეყანა თავის ძიმე ფიზიკური შრომით რაღაცა კაპიკებს აგროვებდა, აგზავნიდა იმისათვის, რომ ან სიბერე უზრუნველყო, ან თავშესაფარი ჰქონოდათ მის შვილებს და მის ოჯახს და გაქრა ეს მილიონები. სად გაქრა ეს მილიონები? ნუ თუ ძალიან ძნელია ამისი მოძიება. ეს ხომ რაღაცა ისეთი დანაშაული არ არის, სადაც მოწმეები თავის ჩვენებას გადათქვამენ. მე რომ გადავთქვა ჩემი ჩვენება, ხელშეკრულება წინ მიდევს და ხელშეკრულება შეგიძლიათ გაეცნოთ სასამართლოს გადაწყვეტილებებიც თან მახლავს, ბრძოლა. თავარი მესიჯი მაქვს ხელისუფლებას ჩვენ არ ვთხოვთ, ჩვენ არც ეკომიგრანტები გახლავართ, არც ომის შედეგად ტოლვილები, ჩვენ ვართ თაღლითური სქემის მსხვერპლი. უსახლკაროდ დარჩენილი ადამიანები მრავალია, მაგალითების მოყვანა ძალიან ბევრი შეიძლება. მაშინ როდესაც მასმედიის საშუალებებით ვრცელდება, რომ ისინი წარმატებით ახორციელებენ, თავარი მესიჯი დაგვეხმაროს სახელმწიფო, არა იმაში რომ აგვიშენოს. პირადად ჩემი აზრი ეს არის, დაგვეხმაროს იმაში, რომ სამართალი აღდგეს, სამართალი განხორციელდეს ყველა დამნაშავეზე და მათ შორის პოლიტიკურ ფიგურებზეც. მე დიდი იმედი მაქვს ახლა ქალბატონი ნინო გვენეტაძის
ესე იგი შეულახავი რეპუტაციის მქონე ქალბატონისა ის თან დედა და ძალიან დარწმუნებული ვარ რომ ახლოს მიიტანს გულთან იმ მრავალი ქალბატონის და უდედოთ რომ იზრდებიან იმ ბავშვების გულის ტკივილს საზღვარგარეთ გადახვეწილი ადამიანებისა და დროულად შეეცდება სამართალდამცავებმა უპასუხონ კითხვას ვინ არის დამნაშავე ურჩი გადამხდელები ვისაც ეძახის ცენტრპოინტი არანაირი ურჩი გადამხდელი არ არსებობს მხოლოდ ადამიანი რომელმაც იმედი დაკარგა რომ მისი გადახდილი თანხები მიზნობრივად არ იხარჯებოდა და ამიტომ შეწყვიტა გადახდა ესენი მათ უწოდებენ ურჩ გადამხდელებს სასამართლოს ხდომები ჭიანურდება 2 წლის წინ ამ ადამიანებს წაეყენათ ბრალი მე კითხვა რასაც ეს სასამართლო პროცესები ბადებს უკვე მოგახსენეთ და აღარ გავიმეორებ რატომ ჭიანურდება ასე რატომ არ იქნა აქამდე გამოკვლეული მიზეზების სად გაქრა ის თანხები რა თანხებიც ამ ხალხმა გადაიხადა თავისი მძიმე ფიზიკური და მორალური ხაზსვამ ამას მორალური ზარალი აუნაზღაურებადი ზარალის ხარჯზე და უმორჩილესად ვთხოვ მთავრობას მართლმსაჯულებას მიიღონ ყველა შესაძლო ზომა რომ დამნაშავე დაისაჯოს აღდგეს სამართლიანობა დაუბრუნდეს ადამიანს ის რაც დაკარგა რწმენა და მატერიალური ზარალი აუნაზღაურდეს ჩემი უახლოესი მეგობრები ჯანმრთელობა დაკარგული ასაკოვანი ადამიანები ხოშარაულის მესამე ობიექტის მენაშენეები რომელთაც დღეს არაფერი არ აქვთ იმ ადგილას რომ ნახოთ უკვე ხეებია გაზრდილი არც საძირკველი არაა ჩაყრილი ამ ობიექტზე ეუბნებიან გადაგიყვანთ მშენებარე ობიექტში ისევ ჰაერს თავაზობენ ისევ სამომავლოდ პირდებიან სამომავლო დაპირებები ჩვენ დიდი ხანია გვესმის და მათაც ვისზე გვაქვს საუბარი ცენტრპოინტის მესვეურები თავრობისგან აღიძრა საქმე სასამართლოში მაგრამ სასამართლო ჭიანურდება როგორც მოგახსენეთ ისევ სასამართლოშია მოგახსენეთ უკვე რომ ბატონო ჯერ დაკითხვები არ დაწყებულა გვეუბნებიან რომ უნდა დაიკითხოს ყველა დაზარალებული და დაზარალებული იცით რამდენია ჩანიშნული 11-ში ორშაბათ შეგიძლიათ მოგზავნდეთ 11-ში არის ჩანიშნული 2 საათზე 14 საათი 7 სასამართლოს ხდომა იყო უკაცრავად შევახსენებ ამაზეც თუ შეიძლება და 7 სასამართლოს ხდომა იყო ჩანიშნული მარტის თვეში და მხოლოდ 31-ში ჩატარდა 1000-მდე დაზარალებულია დასაკითხი მაგრამ აქვე გაითვალისწინეთ ის ფაქტი რომ ძალიან ბევრ ობიექტზე მათ შორის ჩემ ობიექტზე დაკიდებული ბაღების ობიექტზე რომელიც ვახსენე გამოძიება საერთოდ არ ჩატარებულა მიუმართებთ ხოვნით პროკურატურად გამოიძიეს ფაქტიურად მეუბნებიან რომ ჩვენ არ აგვაქვს ამისი საშუალება ანუ ხალხი არ აყვავს რომ ერთდროულად ვაზარმოთ რამდენიმე ობიექტი რომელთან ამ 20 ობიექტის მოსახლეობა ჩვენ გავერთიანდით შევქმნით დაზარალებულ მენაშენეთა ასოციაცია და ამ 20 ობიექტის სია მაქვს სხვა ობიექტების შესახებ მე არანაირი ინფორმაცია არ აქვს ცენტრპოინტიდან ამ ინფორმაციას ვერ ვიღებთ მხოლოდ უშუალოდ დაზარალებულები ერთმანეთს შევხვდით ერთმანეთი გავიცანით აი ასე ცენტრპოინტის ოფისთან დგომით შევაგროვეთ ეს სია და გვაქვს მხოლოდ 20 ობიექტის სია ამ 20 ობიექტის შესახებ ვიცით ისე დაზარალებულებიდან გადაიბარა და მართვის ასე ვთქვათ მართვის უფლება და ისევ შემდეგ უკან დაიბრუნეს იყო დაკიდებული ბაღები სააკაძე კრწანისი ხოშარაული მეხუთე რომელი იყო და ღმაღელი ხომ ბაბატია მაგალითისათვის რას ამბობენ რა არის მათი დაკმაყოფილება იგივე მე მაგალითად თავაზობენ დაკიდებული ბაღების ობიექტიდან რომელიც არაშენდა რომლის კადრებიც იყო გადამიყვანონ იგივე იმავე მდგომარეობაში სადაც უბრალოდ მიიყვანეს 5 და 10 ასე ვთქვათ მუშა ატარებენ ამ მუშებს და იძახიან რომ ეს რეალურად შენდება ანუ ერთი ჰაერიდან რეალურად თავაზობენ მეორე ჰაერში გადასვლას თან საკმაოდ დიდი თანხის დამატებას მათ შორის ისეთ ხალხს, ვისაც თანხა აქვს გადახდილი, მაგალითად 90-95% წლების წინ დაკიდებული ბაღების ობიექტზე. თავაზობენ კრწანისის ობიექტს მინიმუმ $250. ამას ეძახიან $10,000 დამატება მოსთხოვეს, მაგალითად 30,000 უკვე გადახდილი აქვს. ისიც გაითვალისწინეთ, რომ იმათმა ის პირველი შესატანი რომ გადაეხადათ, ბანკიდან ვალი აიღეს ესპანეთში. და ის თანხა შეიტანეს იმ ბანკის პროცენტების დააბრუნეს, ხო? ის ვალი გადაიხადეს და პლუს ამათ ჩააბარეს ეს $25,000-მდე თანხა, რომელიც გაქრას.
აღარ არსებობს. გაითვალისწინეთ 17,000 კიდე დაგვიმატეთ ორ ოთახიან ვილაზე. ერთი ფაქტი რომ ძალიან ბევრი ემიგრანტია ჩვენი, ძალიან ბევრი ემიგრანტია. ძირითადი მასა, ეს არის 2090-იანებში, 90-იანების შემდეგ წასული ჩვენი ხალხი, ვინც საზღვარგარეთ ისხდება ფული და დღემდე რჩებიან საზღვარგარეთ. მივმართოთ მთავრობას, მიხედოს ამ საკითხს, ჩვენ პრემიერს მივმართეთ განცხადებით, თხოვეთ პატარა ჯგუფთან, ხუთკაციან ჯგუფთან შეხვედრა, რაზეც უკვე თითქმის 2 თვეა, ვრეკავ პირადად მე აბსოლუტურად არანაირი რეაგირება არ არის. მეუნებიან კანცელარიაში რომ იციან საქმის კურსში არიან ამ საკითხთან დაკავშირებით, თუმცა არავინ არ შეხვდა. ასევე ქალბატონმა იამ ტყუილა არ ახსენებდა ქალბატონი ნინო გვენეტაძე ვთხოვთ ასევე ქალბატონ ნინოს რამდენადაც ახალი დანიშნული ქალბატონია შეხვდეს პატარა ჯგუფს დიახ შეხვდეს პატარა ჯგუფს რადგანაც სასამართლო პროცესი საეჭვოდ იწელება ჩვენთვის საეჭვოდ